პროევროპული აქციების აქტიური მონაწილეს ექიმ გიორგი ახობაძეს თავს დაესხნენ. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში თავად ახობაძემ გაავრცელა. მისი თქმით, საქართველოში დაბრუნების შემდეგ აეროპორტიდან ტაქსით მიმავალს მანქანამ გზა გადაუჭრა. უცხო პირები უმტკიცებდნენ, რომ პოლიციიდან იყვნენ ტაქსის უკანა კარი გააღეს, რის შემდეგაც მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. გიორგი ახობაძე ამბობს, რომ შეტყობინების მიუხედავად პოლიციას რეაგირება არ ქონია. ახობაძეზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო. აეროპორტიდან ამეკიდა შავი პრადო PHP სერიით ბოლო მოდელი და ტაქსს გადაუჭრა წინ გზა. გადმოხტნენ ვიღაც ტიპები, პოლიციიდან ვართ ღონისძიება ტარდებაო. მეთქი რა უნდა თუ ვინ არიან. და კარი გამიღეს უკნიდან და ფიზიკურად გამისწორდნენ. და ეგენი არიან ლაშა ბასლაძის სამეგობროს ან ვიღაცა იმ მაგათი მოგზავნილი ტიპები. ან თვითონ ეგენი. ხო და რო ვიძახი რომ ტერორისტები არიან, მეთქი არიან ტერორისტები. შუა გზაში, შუა ქალაქში, ესე ტაქსს უცებ გადაუყენეს მანქანა, პოლიციელებად წარმოგვიდგნენ და დაიწყეს ფიზიკური ძალადობა. რა თქმა უნდა, ამას არავინ არ გამოიძიებს. რა თქმა უნდა, ყველგან კამერებში ჩანს, სადაც იყო ის ტიპი, აეროპორტთანაც შევამჩნიე, ეგ მანქანა უყურე შევამჩნიე, რა იდგა ისე, რომ პოლიციამ ერთი სამჯერ უთხრა გაიწიეო და ეს არ მიდიოდა და არც პატრულს ჰქონდა დიდი რეაგირება რა. ასე რომ რავი, ვის სად რანაირად ვინ გამოიძიებს, არ გამოიძიებენ. პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე ექიმი გიორგი ახობაძე 9 თვის განმავლობაში პატიმრობაში იმყოფებოდა. მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა შენახვას ედავებოდნენ, თუმცა ის 2025 წლის 6 აგვისტოს სასამართლომ უდანაშაულო ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა.